გუშინ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ილიას უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ლიგამში ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე საქართველოს კანდიდატები დასახელდნენ. ყველასათვის საყვარელი მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში. 5 მილიონი შვედური კრონა, ანუ $705,000 ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა. ეროვნულ ბიბლიოთეკამ ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე, რომელიც ითვლება საბავშვო ნოველად, წარადგინა ორი ავტორი, ერთი ილუსტრატორი, სოფიო კინწურაშვილი და ერთიც მწერალი, თამრი ფხაკაძე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველო არის 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სიმბოლური მასპინძელი. ასტრიდ ლინდგრენს რაც უკავშირდება პრემია იქნება თუ ღონისძიება იქნება თუ რა ვიცი, ერთი სიტყვა იქნება, ყველაფერი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ჩემი და არა მარტო ჩემი კაცობრიობის უსაყვარლესი ავტორია, მწერალია, უკვდავი ავტორია უკვე და მიხარია რომ რაღაცით ჩემი სახელი ამ კონტექსტში გაიჟღერებს.